ეს ცვლილება დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში 1-2 თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებული იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვეში. ტყუილი, მას შეფასა ჯეოფაქტსმა ირაკლი კობახიძის ეს განცხადება. ის რომ მუხლის ამოღება აგვისტოს ომამდე 2 თვით ადრე დაინიცირდა და მიღებული იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვეში, სიმართლეს არ შეესაბამება. მუხლი ჯერ კიდევ 2007 წლის 27 აპრილს იქნა ამოღებული სისხლის სამართლის კოდექსით. ირაკლი კობახიძე კი საკითხს იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს 2007 წელს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ნაციონალურმა მოძრაობამ სამშობლოს ღალატის მუხლის სისხლის სამართლის კოდექსიდან იმიტომ ამოიღო, რომ 2008 წლის ომში სამშობლოსთვის ეღალატა და მე ამისთვის არ დასჯილი. სინამდვილეში საინტერესო რა ეწერა ამ მუხლში ისიც. ეს იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მიუთითებდა, რომელი მუხლები ითვლება სამშობლოს ღალატად. მას დამოუკიდებელი შინაარსი თავად არ ჰქონია. ის უბრალოდ ჩამოთვლიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308 ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, 309 ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება და მოლაპარაკებების წარმოება, 310 საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, 311 უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, 312 საქართველოს თავდაცვითმფრინავების ხელყოფა, 313 სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, 314 ჯაშუშობა, 315 შეთქმულება ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, 318 საბოტაჟი და 319 უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის ორგანიზაციისთვის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარება. ყველა ეს დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსში დარჩა. შესაბამისად, თუ ვინმე იმ ქმედების ჩადენას აპირებდა, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ღალატს არ ქმნევდა, ეს ქმედებები ამ ცვლილებებით ისევ დასჯადი იყო. ღალატის ნაცვლად მას უბრალოდ ერქმეოდა მაგალითად სახელმწიფო საიდუმლოს გაცემა ან უცხო ქვეყნის ტრულ საქმიანობაში დახმარება ან რაიმე სხვა. აქედან გამომდინარე რეალობა ასეთია. ცვლილებები არა 2008 წლის ომამდე 2 თვით ადრე, არამედ 2007 წლის აპრილში იქნა მიღებული და ამ ცვლილებებით არც ერთი დასჯადი ქმედება არ გაუქმებულა. ანუ თუ ვინმე ამ მუხლით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენას აპირებდა, ეს მუხლები არსად გამქრალა. აქედან გამომდინარე, ტყუილი ჩვენ ასე შევაფასეთ ირაკლი კობახიძის ეს განცხადება, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჯეოფაქტსის სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ეს არხი და დაელოდეთ სხვა ვიდეოებს.